მოგესალმებით. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა ქართული ოცნების 20 მოძალადე წარმომადგენელს და მათი ოჯახის წევრებს. ეს პერსონალური სანქციები არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ არავის შერჩება, არჩევნების მიტაცება, ქართველი ხალხის ნების გაყალბება, საქართველოს მოქალაქეების წამება და მათ წინააღმდეგ ძიმე უფლებადარღვევების ჩადენა. პერსონალური სანქციები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ასევე არის პირველ რიგში მხარდაჭერის და სოლიდარობის დადასტურება საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მე-15 დღეა უწყვეტად, პრინციპულად და ერთიანად, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში აპროტესტებენ მოძალადე ხელისუფლებას და მის არა ქართულ, არამედ რუსეთის სასარგებლო პოლიტიკას, რომელმაც გააჩერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ახლაც ამ წუთებშიც თბილისის ქუჩები სავსეა საქართველოს მოქალაქეებით, რომელთა პროტესტის ხმაც ესმით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ესმის ცივილიზებულ დასავლეთს. და რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის აქტი. ჩვენ ასევე ველოდებით, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია საწყისი ნაბიჯებია სანქციები და ველოდებით, რომ კიდევ უფრო ხისტ ნაბიჯებს გადადგამს და ასევე გვაქვს სრული მოლოდინი იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპი და მისი ახალი ადმინისტრაცია ასევე იქნება ქართველი ხალხის მხარდამჭერი და სოლიდარული საქართველოში დემოკრატიის მიმართ. ეს ეფუძნება იმ ფაქტებს, რომელიც უკვე სახეზეა, იმ ორპარტიულ მხარდაჭერას, რომელიც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი ხალხის მიმართ, მეგობარ აქტს, რომლის მიღებასაც ჩვენ ძალიან მალე ველით. ასევე ნახეთ, რომ ვრცელდება მოქალაქეების მიერ პრეზიდენტ ტრამპის სახელზე პეტიცია, მიმართვა, რომელსაც უფრო და უფრო მეტი მოქალაქე უერთდება საქართველოში და დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში კიდევ უფრო ხისტი გახდება დამოკიდებულება რუსეთის მსახური და ავტოკრატიული რეჟიმის მიმართ. ასევე მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, საქართველოში დადგება დღე, როდესაც მოძალადე რეჟიმს მოუწევს პასუხი აგოს რეფორმირებული, სამართლიანი და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. გამოსავალი შექმნილი უმწვავესი კრიზისიდან არის ერთადერთი. დაუყოვნებლი და უპირობოდ გათავისუფლება ყველა იმ პირისა, რომელიც ტყვედ ყავს აყვანილი რუსეთის მსახურ ხელისუფლებას, იმ პატრიოტი ადამიანებისა, რომლებსაც ბრალი ედებათ ამ ქვეყნის სიყვარულში და მეორე, ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა. სხვა გამოსავალი შექმნილ ვითარებაში რეჟიმს არ დასჩენია. სანქციები ისევე როგორც სხვა საერთაშორისო პოზიციონირება ადასტურებს, რომ მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია, მათ არავინ აღიარებს ლეგიტიმურ ხელისუფლებად და ერთადერთი, რაც მათ რჩებათ, არის ის, რომ ახალი სამართლიანი არჩევნები დაინიშნოს, რომლითაც ქართველი ხალხი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში გადაწყვეტს თავისი ქვეყნის ბედს.